ჩვენ ვიმყოფებით საპროტესტო აქციაზე, რომელსაც მართავენ კარგად დასაქმებული მომუშავეები. უკაცრავად თუ შეიძლება განუმარტეთ საზოგადოებას, რა პრეტენზიები გაგაჩნიათ? როგორ თუ რა პრეტენზიები გენაცვალე, არა, სად გაგონილა სულ ხელფასი, სულ მოგზაურობა, სამჯერად იყვება, რა არის კაცო, დავიღალეთ კაცო, ჩვენ ხალხს არა ვართ პატარა პრობლემა, გასაჭერი, სირთულე არ გვინდა კაცო. როგორ წერია ჩვენ კონტრაქტში? ესე იგი სამჯერად იყვება, დასვენება, შვებულება, ხელფასი 2000-დან 3000 დოლარამდე. რაღაცა შეცდომაში შეგვიყვანეს ხალხო, სად გაგონილა ამ ხელფასი? მეთქი ვიფიქრე პატიოსნად, რაღაცა დავიწყე მეთქი სამსახურს 300-400 ლარი ხელფასი მექნება ოჯახში შევიტან 2 კაპიკს, მაგრამ ხალხო ესეთი რაღაც სად გაგონილა? როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? მხოლოდ ეს პრეტენზია გაგაჩნიათ თქვენ? არა, რატო მარტო ეგ? აი წარმოიდგინეთ, კიდე როგორ რაღაცას გვიკეთებენ. ესე იგი, ჩვენ ხო მუშაობთ აქ, ყველას ძირითადად ოჯახები გვყავს. ასევე გვყავს ჩვენ შვილები და ეხლა უნდათ რომ ჩვენი შვილები ჩაითრიონ ამ საქმეში. აბა მე მაგას არ ვამბობ. ჩემი შვილი მოიწვიეს თვითონ, ჩაითრეს ბავშვმა რა იცის. წაიყვანეს უცხოეთში, ინგლისში, ასწავლეს, უმაღლესი განათლება მისცეს, ჩაათვეს, დაახურეს, გამოუშვეს და ეხლა პირდებიან 1 წლიანი კურსით კიდე უნდა გაგიშვათ რომ კაცი გამოხვიდეო. მინდა მე ეგ არ მინდა. ეს მეც მათხოვინეთ რა. აი ეს რა გამიკეთეს. თვის ბოლოს უნდა დაერიცხათ ხელფასი. გუშინ ვნახე ბარათი ვნახე და დარიცხული არ არის. არა და თვის ბოლოს უნდა დაერიცხათ რა. მე ავედი უფროსთან გასარკვევად. ისაო ბოდიშიო შეცდომა მოხდაო და თვის ბოლოსო კიდე დაგერიცხავთო. აი ხო შემოვხდეთ. მე მინდა ამდენი ხელფასი. მინდა. კარგი რა კაცო, რა მკითხე რა. მაგათ თვის ბოლოები არ ელევა, თუ თვის ბოლოა. ყოველ თვის ბოლო გამიგია, არ არის ეგ. ძალიან რთული ვითარება. მე მინდა აგრეთვე თქვენ ჩაგეკითხოთ, როგორ ეგუებიან თქვენთან ოჯახში ასეთ მძიმე სოციალურ ფონდს? ესეთი საშინელება ჩემ ცხოვრებაში არ მომხდარა. სახში რომ მივდივარ, ხო? აი რა მივიტანო სახში? ფული მივიტანო სახში? როგორც ხედავთ, ძალიან მძიმე სოციალური ფონია ამ აქციაზე. მე მაინტერესებს რა პასუხს გასცემს აქ შეკრებილი საზოგადოებას ბატონი ლავრენტი მერია. ბატონო ლავრენტი, პასუხი უნდა გავცე. აი მე თქვენ გეუბნებით, პირობას გაძლევთ, რომ აი ძალიან ნაადრევადაც არ ჩაგვირიცხია. სულ რაღაც 2 კვირით ადრე ჩაურიცხეთ ხელფასი და ამის გამო კომპენსაციას დაურიცხავთ თვის ბოლოს. ხა მეტი რა უქნა? საერთოდ არ მოგცემთ ხელფასს, კაცო. შარშან რას ამბობდი შენ? ამას ამბობდი ზუსტად. მე მაინტერესებს რა, სად და როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? სპეციალურად ქრონიკული ამბებისათვის პირდაპირ ეთერში მუშაობდა მალხაზ ჩართვაძე. დაგველოდეთ, არ გადართოთ ხუთშაბათამდე.